სიჩქარე სტრატეგია და გამძლეობა უდაბნო რალი რეიდი საქართველოშიც რეალობა გახდა. ქვიანი ბილიკები, თვალწარმტაცი პეიზაჟები და რთული მარშრუტები, რომლებმაც უცხოელი და ქართველი პილოტები ერთ სივრცეში გააერთიანა. ეს მხოლოდ შეჯიბრი არაა. ეს თავგადასავალია, სადაც მონაწილეები ბუნების წინააღმდეგ საკუთარ შესაძლებლობებს ცდიან. ჩემპიონატმა საქართველოს სპორტულ რუკაზე უკვე ღირსეული ადგილი დაიკავა. ანუკი მასხარაშვილის და ვახო ლეკიაშვილის რეპორტაჟი. უდაბნო რალი რეიდის მონაწილეები ახლა საკუთარ შესაძლებლობებს ცდიან რელიეფის წინააღმდეგ. ექსტრემალური სპორტის მოყვარულები წინასწარ შედგენილი საგზაო წიგნით იკვლევენ გზას უდაბნოში. სისწრაფესთან ერთად მნიშვნელოვანი ტრანსპორტის გონივრული მართვაა. ყველა მითითების სწორად შესრულება და განსაზღვრულ დროში ჩატევა. საბოლოოდ ან ადამიანის ნებისყოფა და გამოცდილება, ან უდაბნო იმარჯვებს. უდაბნო რალი რეიდის პირველი დღე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლას დაეთმო. მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან მოტოციკლეტებით, ბაგებით და მაღალი გამავლობის ავტომობილებით დაიძრნენ. რალის პროლოგი ერთგვარი შემზადებაა შეჯიბრის მეორე დღისთვის, სადაც მონაწილეებს უფრო რთული დაბრკოლებების გადალახვა უწევთ. მონაწილეობს პირველი თაობის Porsche Cayenne-ით, რომელიც საკმაოდ უცხოარი ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო და ასევე ძალიან მაღალი შესაძლებლობები აქვს ესეთი რელიეფისთვის, უგზოობისთვის და ვფიქრობ, რომ საინტერესო გამოვა. მოლოდინი, რა თქმა უნდა, კარგი მაქვს, პირველ ადგილზე გავალთ, გზისთვის კიდევ მზად ვართ. შეჯიბრის მონაწილეები გარეჯის უდაბნოს ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ განთავსებულ ბანაკამდე მივიდნენ. მალევე სტარტთან დადგომა მოუწიათ. წინ 12 კილომეტრიანი საინტერესო ჩქაროსნული სპეცმონაკვეთიელით, უდაბნოს მომხიბვლელი პეიზაჟებით. ძალიან ბევრი წესი არის, რაც უნდა დაიმახსოვრონ. ძალიან კაცად კონტროლდება ეს წესები და მარტო სწრაფად სიარული არ იგებს. აქ ამ წესებზე მიყოლა, roadbook-ის კითხვა და ბევრ რაღაცას სწავლობენ აქ და დიდი გამოცდილებას იღებენ მონაწილეები, რაც სხვა საერთაშორისო შეჯიბრებებს გამოადგენთ, რადგან ჩვენი რეგლამენტი დაფუძნებული არის FIA-ის კოდექსზე, ზუსტად იგივე წესებით ვატარებთ ჩვენ შეჯიბრს და მსოფლიო დისციპლინა არის და ნერგავთ ამ დისციპლინას საქართველოში და მივიწევთ იქამდე, რომ ეს ჩვენი უდაბნოს რალი რეიდი გახდეს მსოფლიო ჩემპიონატების რალი რეიდების ეტაპი. ნავიგაცია მხოლოდ საგზაო წიგნით ხორციელდება, რაც რბოლას რთულს და ამასთან სათავგადასავლოს ხდის. საგზაო წიგნში სპეციალური ნიშნულებია შესული, მისი ზედმიწევნით შესწავლა და სწორად წაკითხვა კოპილოტს ევალება. შეჯიბრში ერთ-ერთი გამოწვევა სწორედ საგზაო წიგნის სწორად წაკითხვა გახდა. ბევრი მონაწილე უგზოობაში რამდენჯერმე დაიკარგა. სიჩქარეში რაღაც მონაკვეთები გამოგვჭა და შესახვევი გამოვტოვეთ. roadbook-ი მაგიტომ უსაფრთხო იბოჭი არის. მომენტებში შეანერო და მოტოზეც ეგ არის. ზოგჯერ თუ არ გაჩერდე და ხედე დაფიქრდი, შანსი რაც მოჩქარა წახო უფრო ბევრს დაიკარგებია. როგორ ახარ თავა? კარგი, დილა. სად ახარ ამდენი ხარ? ძალიან მაგარი დგას მაფიქრი. ხო? არ დაიკარგა? რომ მოდიხარ და რო სად არის და წყარ. საბოთხე იჭდება, ხო, აზისივით არის. კი. მაგაზე ვიფიქრე. roadbook-ის კითხვა საკმაოდ დიდი ყურადღება სჭირდება, მაგრამ როგორც პრინციპს გაიგეთ, მე ჩვევი და ბევრად სასიამოვნო და უსაფრთხოა roadbook-ის სიარული, ვიდრე თქვა GPS-თან, GPS-ის გარეშე საერთოდ. იმიტომ რომ ყველა საფრთხე დაბრკოლებები იქ მითითებული არის და ფაქტიურად roadbook-ის სწორად უკითხულობ, ისეთი შეგრძნება აქვს, რომ გზა გავლილი იცი გზა და შეგიძლია უფრო თავისუფლად იარო და თამამად პირველად გამოვდივართ ჩვენ ამ შეჯიბრზე და რუკის მიჩვევაზე ვნებილობდით და პირიქით რა მარტივია, მე მთელი გზა ვიძახდი და მადლობა ორგანიზატორებს. ერთადერთი აი ძაღლის სნექები უნდა წამოვიღოს შემდეგში, იმიტომ რომ თავი მეგონა ძაღლის სნექი ერთად გახდება. მეცხვარე ხო ნუ მაგათ. მაგრამ არ გიკმენ ისი? აი მო გაჩერდები შენ ჩააქროფ თორე ძრავს კეთილი იგრევე ყებს ყეფას ყვეთს. ძალიან ბევრჯერ მიცდია რა.
Bonjourne. Super. Eh? Zalian Momsos. Super. Ისი აბოლე. უდაბნოში დაიკარგა ნიკა აბაშიძეც კოპილოტთან ერთად და ბაგით გადაბრუნდა კიდეც. კარგად. ინციდენტი მშვიდობიანად დასრულდა, თუმცა მონაწილეებს ბაგის შეკეთება მოუწიათ, რომ მეორე დღეს ჩემპიონატში მონაწილეობა გაეგრძელებინათ. ესეც უდაბნო რალი რეიდის ერთ-ერთი გამოწვევაა. საჭიროების შემთხვევაში საველე პირობებში ავტომობილის მცირე რესურსით შეკეთება. სამი ბრუნი გამოიწვია გზის საფარმა. წამართვა საჭე ხელი არ მეკიდა წესიერ თუ ეკითხებოდი საით უნდა წავიდეთ ხო რა. წამართვა საჭე და მე ვეღარ დავიჭერე. ყოველთვის კოპილოტს გროვდება, რაც არ უნდა. მაგის თქვა არ მინდა, მაგრამ კოპილოტს რო არ შეშლოდა, სამ ბრუნს არ გავაკეთებდით. სუმაგის რა, მე ხო. არა და როგორ აგმილაიყო ეცი. არაფერი ახლა. სურსოლი. ეგ ხო იცი ეგრეა სუსტომანი. Ami კოპილოტი რა სიტყვის ამ თემაზე? არა, დამტრევა. გამოცდილების გარეშე. გამოცდილების გარეშე ვართ რა. შეჯიბრის მეორე დღეს გამთენიისას ჩემპიონატის მონაწილეები გზამკვლევს, ანუ საგზაო წიგნს გასვლამდე მხოლოდ 20 წუთით ადრე ეცნობიან. ბრიფინგის დასრულებისთანავე სტარტზე დადგნენ. დღის განმავლობაში დაბრკოლებებით სავსე ორი სპეცმონაკვეთი უნდა გაიარონ. დრო რამდენი გაქვთ? ძალიან ცოტა. ბრიფინგი მორჩა თუ არა 3 წუთში გაუშვეს პირველი მანქანა სტარტზე და შემდგომი 2 წუთში უნდა გავიდეს და ჩვენ ვართ სავარაუდოდ მეხუთე. ასე რომ მანქანის არც გახურების დრო არა გვაქვს და არც არაფრის. აბა წარმატებები. მადლობა. ეხლა წერდი roadbooks. ვთქვი რომ ტელეფონი დავტენო, იმიტომ რომ დავიკარგები თუ ტელეფონი არ დავტენე. რა მოლოდინი გაქვთ? ადრენალინი პირველ რიგში და ან საინტერესოა, თამაშია ეს თვალი. დიდებისთვის. ისურვებ წარმატებებს ამ თამაშში. მადლობა. უსაფრთხოების დასაცავად საკვანძო ადგილებში გადაუდებელი დახმარების და სწრაფი რეაგირების ჯგუფები განთავსდნენ. მონაწილეების გადაადგილებას GPS live tracking-ით ადევნებენ თვალყურს, რომ საჭიროების შემთხვევაში რეაგირება მოახდინონ. უდაბნო რალი რეიდის მონაწილეები გრუნტიან და ქვიან გზის საფარზე, როგორც ჩქაროსნული, ისე ტექნიკური მონაკვეთების საინტერესო გზებს გადიან. გარდა ამისა, სხვადასხვა მარშრუტზე მათ თვალწინ გარეჯის უდაბნოს სრულიად განსხვავებული პეიზაჟები იშლება. დაახლოებით გავიარეთ 122 კილომეტრი, სადღაც 3 საათში დავფარეთ. იყო ჩემთვის პირადად საკმაოდ რთული მონაკვეთები. და თვითონ შეჯიბრის ესეთი ხასიათის არის, რომ სასწაული ლანდშაფტი და შეიძლება საჭეს გაუშვა ხელი და სხვაგან იყურებოდა ესეთი უნებაა და შერწყმული ეს უდაბნო სიმწვანე ერთად ტბები, წყლები და ძალიან კარგი გამოცდილება. ეს არის kind of Maverick Turbo RR 2023 წლის 200 ცხენის ძალით. წონავს 800 კილოგრამი და თავის წონასთან შეფარდებით ძალიან სწრაფია, აი სადღაც 3 წამში არ მითარებს 100 კმ/წ ჩქარის. ძალიან მეტად ჩააბარა გამოსა პირველად მივიღე მონაწილეობა ამ კონკრეტული ბაგით ეხლა ჩემპიონატში რა. და ნამდვილად საკუთარი თავის გამოსდა არის გეთანხმები რა, რომ შენ შესაძლებლობების ზღვარზე გადიხარ რა. დაახლოებით 140 კმ/წ ჩქარით გადიხარ უდაბნოს რაღაც კონკრეტულ დიუნებს, ჭაობებს, ხიდებს და ასე შემდეგ. ჩემი აზრით რალიში შენი სისუსტეები რაც არის, აქ მაგ სისუსტეებით უშვებ შეცდომებს და ამ შეცდომებზე მე შენ სწავლობ და ამ შენ სისუსტეებს აქცევ შენ სიძლიერეებად და ეს იყო ჩემი აზრით ყველა მონაწილესთვის სასწავლებელი და ყველა ვინც შეჯიბრამდე სუსტი იყო, ეხლა უკვე ორჯერ ძლიერია. It was very გზაზე ბევრი ტალახი იყო და ორჯერ წავიქეცი. ორჯერ გზაც ამებნა. დიდი გაკვეთილი მივიღე. თურმე მხოლოდ ნავიგაციის ცოდნა არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია ფიზიკურად იყო კარგად მომზადებული. რთულია ასეთ პირობებში მოტოციკლეტის მართვა და ნავიგაციაზე კონცენტრირება. დღეს არის ვაიმე. იყო super. უდაბნო რალი რეიდის მთავარი მიზანია საქართველოში სათავგადასავლო ტურიზმის განვითარება. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, რალის და სარბოლო დისციპლინის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, ასევე რალი რეიდის მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპად რეგისტრირება. ჩემპიონატის მონაწილეებმა 2 დღის განმავლობაში 250 კილომეტრი დაფარეს. დღის ბოლოს დროის ფურცლების მიხედვით შედეგები შეაჯამეს და თითოეულ კატეგორიაში 3 გამარჯვებული გამოავლინეს.
მაგარი ჩელენჯი იყო ჩემს ცხოვრებაში, ასე ვთქვათ. საერთოდ მსგავსი გამოცდილება არ მქონდა მიღება. ძალიან საინტერესო და ძალიან მაგარი გამოცდილება იყო. მადლობა, ჩვენ თუ რამეს მივახციეთ და დემოს ლომისვლელი აქვს. მარტო ერთი კაცი არავინ არაფერს ვერ იცის. თული თავისთავად იყო, მაგრამ არც ისეთი როგორცაც ველოდი. უბრალოდ თულს ველოდი. აკარგულები გვერდებიან.